გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისრის ჯესიკა როზვალის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრის მაგნუს ჰელნიკეს ერთობლივი მოწვევით დავით სონღულაშვილი ნაირობიში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. გაეროს გარემოს დაცვითი ასამბლეის მე-7 სესიის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების მინისტრების პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე დრო იწურება გლობალური პლასტმასის ხელშეკრულებაზე შეთანხმების დროა. როგორც დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოს როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა მზად არის ეროვნული გარემოს დაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებზე, რომლის თანახმადაც 2026 წლის იანვრიდან იკრძალება შერჩეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების იმპორტი, წარმოება და რეალიზება. გაეროს გარემოს დაცვითი ასამბლეის ფარგლებში იყო ორგანიზებული შეხვედრა, სადაც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის და ევროკომისრის მიერ ჰქონდა მიწვევა სამუშაო შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს გარემოს დაცვის ნაწილში პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ამ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაჟღერებული იყო საქართველოს მიღწევები პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა და მოწინავე ქვეყანა გარემოს დაცვის ნაწილში პლასტიკთან წინააღმდეგ ბრძოლაში.